არის გადაცემა რეგლამენტი. მე ვარ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ოთარ გურასპიშვილი. ინტერნეტ გამოცემა TS-პრესი აგრძელებს გადაცემებს, რომელიც მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა რეგიონში. გადაცემის ნახვა თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ გამოცემის ვებ გვერდზე მისამართით www.ts-press.g. გადაცემის პროექტი მხარდაჭერილია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ფოთელი მაჟორიტარები და სოციალური პრობლემები. გადაცემის თემის ირგვლივ სასაუბროდ სტუდიაში მოვიწვიეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობიდან ლაშა ბერაია და ახალი მემარჯვენეებიდან ზაზა ლემონჯავა. მართალია თქვენ ფოთელები გიცნობენ როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაგრამ ვინაიდან ინტერნეტ გამოცემა ვრცელდება როგორც რეგიონში, ასევე რეგიონის გარეთ და მსოფლიოს საქართველოში, საინტერესო იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის წარუდგინოთ თქვენი თავი. პირველ რიგში თქვენ ბატონო ზაზა. მე ვარ ზაზა ლემონჯავა, ახალი მემარჯვენეების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და აღდგენილი ვარ ფოთის ორგანიზაციიდან მაჟორიტარობის კანდიდატი. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისათვის კიდევ ერთხელ. გახლავართ ლაშა ბერაია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამავდროულად გახლავართ 2010 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი თავმჯდომარის მოადგილე. ჩვენი პირველი შეკითხვა იქნება ასეთი, მაგრამ ვიდრე ძირითად საკითხებზე გადავიდოდეთ, დავიწყოთ აქედან. წინა საარჩევნო პერიოდში ყოველთვის ბუნებრივად ცხადია, რომ წინა პლანზე იწევს სოციალური პრობლემები და სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე ასეა საარჩევნო სუბიექტები, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, როდესაც ხვდებიან თავიანთ ამომრჩევლებს, მოსახლეობას, ქალაქის მოსახლეობას, ჩვენ შემთხვევაში ფოთის მოსახლეობას, არის დაპირებები, არის გზების და საშუალებების ძიება, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ესა თუ ის სოციალური პრობლემა. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემებზე მსჯელობა ჩვენი გადაცემის ერთი ნაწილი იქნება, მაგრამ ჩვენ ახლა თავდაპირველად მინდა ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეებში ფოთის საზოგადოებაში აქცენტირებულ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური კურთხევის საკითხი. 2 სექტემბერს ინტერნეტ გამოცემა TS-პრესმა ექსკლუზიურად დადო მასალა თავის ვებ გვერდზე, სადაც საუბარი და სადაც აღნიშნულია ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველის მეუფე გრიგოლის დაპირისპირება კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ეკაბესელიასთან და ასევე ივერის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვართან მამა კონსტანტინესთან. საქმე ეხება ქალბატონ ეკაბესელიას საარჩევნო შტაბის კურთხევას მამა კონსტანტინეს მიერ, რამაც გარკვეული ნებათაღელვა გამოიწვია და ასთა სხვადასხვაობა. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, პოლიტიკა უნდა ერეოდეს ეკლესიის ცხოვრებაში, რელიგიურ ცხოვრებაში და შესაბამისად ეკლესია ერეოდეს თუ არ უნდა თუ არა პოლიტიკაში. თქვენი აზრი როგორია რა სიტყვით ამის შესახებ? იგი როგორც მემარჯვენეებისთვის არის ასე რომ ვთქვათ კონკრეტულად არის და კლიანობაში განსაკუთრებული სახელმწიფო და რელიგია და ვერ ვიტყვი ვერაფერს მეუფეზე, იმიტომ რომ მას ყავს მისი უფროსი პატრიარქი, ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე ჩვენ ხელისუფლება ყავს პრეზიდენტი. ვერ ვიტყვი იმას, რატო ხდება და რა არის და რატო უნდა ხდებოდეს. კონკრეტულად ვიცი ჩვენ ერთი რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის. არა, კონკრეტულად ჩვენი ქალაქის პირობებში რომ წამოვიდეთ, აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ თქვენი ოფისის, თქვენი პარტიის ოფისის კურთხევა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად? კურთხევა რატო არ უნდა მიიღოს დაუშვათ სავალდებულოც არის და კარგიც არის ასეთი რაღაცები რო ხდება. თქვენი აზრი როგორია ბატონო ლაშა? იცით თქვენ ამას როდესაც ამ თემაზე საუბრობთ და ახსენეთ სიტყვა დაპირისპირება და მე ამ კონტექსტიდან ვერ დაგეთანხმებით ამაში და ამ კონტექსტით ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, დაპირისპირება არ ყოფილა მათ შორის. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი რომელიმე სასულიერო პირს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკაში უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია და პირიქით, იცით რა თქმა უნდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს სამღვდელო პირები და ასე შემდეგ, თუმცა გააჩნია რას მივიჩნევთ ჩვენ პოლიტიკაში ჩარევად და რას მივიჩნევთ ჩაურევად. მაშინ ასე გავმართოთ ბატონო ლაშა. მრევლი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მრევლი არის იგივე ამომრჩეველი. რა თქმა უნდა. და როდესაც მრევლის მოძღვარზე რამე სახის რაღაც შეიძლება ზეწოლაც არ ვიხმაროთ, სიტყვა ზეწოლა ვერ ვთქვა ტერმინი ზეწოლა, მაგრამ არის რაღაც უთანხმოება. ასეთ დროს როგორ რა შეიძლება მოხდეს? ხო შეიძლება რაღაცა ჩარევის სახე მიეცეს ამას.
მე ამ შემთხვევაში თქვენ რასაც საუბრობთ იმ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც არის საუბარი, მე ვერ ვხედავ პოლიტიკაში ჩარევის და პირიქით სასულიერო ცხოვრებაში პოლიტიკოსის ჩარევის მაგალითს. ამ შემთხვევაში ეს ვფიქრობ ჩვეულებრივი მომენტი შეიძლება იყოს, როდესაც ნებისმიერმა მრევლის წარმომადგენელმა მიიღოს სასულიერო პირისგან გარკვეული შენიშვნა იქნება ეს თუ სხვა რა. აი სულ რამდენიმე დღის წინ ნიკო ნიკოლაძის კოშკთან ჩატარდა გამაფრთხილებელი აქცია, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები და აი აქაც რაღაც ასთა სხვადასხვაობა იყო და იყო გარკვეული აქაც მინებათა ღელვა აღინიშნა და ამის შესახებ რას გეტყობთ? სხვადასხვა მინდა აღვნიშნო, რომ საპროტესტო აქციის თუ არ ვცდები მეორე დღეს ჩვენც გვქონდა დაგეგმილი ჩვენი საზღვრების გამოთქმა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და გამოვთქვით კიდევაც საგანგებო ბრიფინგი მიუძღვანით ამ თემას და ჩვენს მხრივ იქნა აღნიშნული, რომ ხელისუფლება ძალიან უნდა უფრთხოდეს ასეთ საკითხს, როდესაც საქმე ეხება კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ყოფილიყო რაციონალური მიდგომა ამ საკითხისადმი და არაფრით არ დაეშვა კულტურული მემკვიდრეობის, ანუ ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ხელყოფა, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, მთლიანად ის კოშკი თავისი შემადგენლობი და იმ კონკრეტულ შენობაზე, რომელზეც საუბარი იყო იმ ნაწილზე, ისიც შედის ძეგლის სტატუსის მქონეა ისიც და ისიც შედის კულტურულ მემკვიდრეობაში თავისთავად და შესაბამისად ხელისუფლებამ არ უნდა ხელყოს ძეგლის სტატუსის მქონე შენობა. ეს შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვითხრენ ასეთი მომენტი, რომ წინა ფაზადის მუდმივად აპირებდნენ, როგორც იყო საუბარი, სადაც დღესდღეობით არის ბარი რა ფლანობაში და ისე რომ ჩვენ გქონდა საუბარი შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვითხრენ ასეთი მომენტი, რომ წინა ფაზადის მუდმივად აპირებდნენ, როგორც იყო საუბარი, სადაც დღესდღეობით არის ბარი რა ფლანობაში და ისე რომ მთლიანად ხელყოფაზე ამაზე კატეგორიულად მოთხოვეთ ჩვენ, რომ მას აქვს სტატუსი ისტორიული და ყველა ვარიანტი უნდა იყოს ისეთი, როგორც არის. თუმცა თუ პრობლემა აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც იმ ბარის, სადაც ბარია განთავსებული, რომ თუ პრობლემა არის პროფილთან, იმ კონკრეტული ოთახის, რაზეც საუბარია, არ არის პრობლემა იმის პროფილის შეცვლის. თუ ეს არის მიზეზი. თქვენთვის ცნობილია, რომ ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდა რამდენიმე რეიტინგი, სადაც ესე იგი პოლიტიკური კვლევის, სოციალური კვლევის ცენტრები არსებობს, საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს არის AIRA, INDI, Greenberg და სხვა, სადაც ესე იგი იდება შედეგები, ესე იგი პოლიტიკური პარტიების რეიტინგების მიხედვით და აშკარად გამოკვეთილია ორი ლიდერი, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. თქვენი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, შესამჩნევად ნაკლები პროცენტული რაოდენობა აქვთ. გამომდინარე აქედან, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, აი ჩვენს ქალაქში თქვენ ხართ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, რა შანსი და რა საშუალებები, რა იმედია, რომ თქვენ გამარჯვებას მიაღწიოთ არჩევნებში და მოიპოვოთ მანდატი პარლამენტში? კი ბატონო. მე შემიძლია მხოლოდ AIRA-ის და INDI-ის კვლევებზე საუბრო, იმიტომ რომ მე პირადად ვიცი ამ ორგანიზაციების შესახებ, მათ წარმომადგენლებთანაც მქონია ბევრჯერ ურთიერთობა და ვიცნობ ხოლმე მათ. ესენი არიან საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები და ამათზე შემიძლია ვისაუბრო, მათ კვლევებით ბუნებრივია, ფაქტი რაც იყო, ჩვენი რეიტინგი შედარებით დაბალია დანარჩენ ლიდერად ყოფ პარტიებთან დაკავშირებით შედარებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არის არც თუ ისეთი მცირე პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არ აქვთ ჯერ გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭირონ მხარი. ეს დაახლოებით მე თუ არ ვცდები 20%-მდეც კი ადის ხოლმე. და ეს არის ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ მხარს არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ მათ მხარდამჭერებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი პოზიციები და მათი უკვე იციან თუ ვის უჭერენ მხარს. შესაბამისად, ჩვენ მუშაობთ იმ კუთხით, რომ ამ ადამიანების მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ბუნებრივია და შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ გარკვეული ძალით, ანუ სოლიდური იქნება ეს თუ უფრო მცირე, თუმცა
მან გარიშს გასაწევი ძალით ვიქნებით პარლამენტში წარმოადგენელები. თქვენი სოციალური კვლევების შემთხვევაში საქართველოში რეალურობასაც ახლოს არ არის, იმიტომ რომ ქართველი ამორჩეველი ძირითადად მალავს თავისას ჩვენთან დაკავშირებით და ნახავთ, ალბათ ბარიერის გადალახვაზე პრობლემა არ გაგვეჩნია, მაგრამ დანარჩენი ოქტომბრის ესე იგი თქვენი პარტიის მინიმუმი ეს არის, რომ ბარიერი გადალახვა. პირველი რიგში ბარიერი რაოდენობით მიიღოთ მანდატები. მანდატები მიიღოთ ქართული. თქვა და თქვენ გახდით რომელიმე თქვენგანი პარლამენტის წევრი და მოგეცათ საშუალება რომ პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენოთ. აი პირველად რა საკითხს წამოჭრიდით პარლამენტის წინაშე? იცით რა, წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მე გავხდით დეპუტატობის კანდიდატი და მაშინაც მქონდა ეს მოსაზრება, დღესაც გამაჩნია და ეს ვფიქრობ აუცილებელია ქალაქისათვის. პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ძლიერი თვითმმართველობა ქალაქ ფოთისთვის. ის რომ ქალაქ ფოთს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სახსრები, დამოუკიდებელი შემოსავლები, სოლიდური რაოდენობით და არა ის რაც დაუტოვეს ქალაქს. ძლიერი თვითმმართველობის გარანტია არის ზუსტად ეს, რომ მათ ქალაქს ექნება დამოუკიდებელი შემოსავლები, შესაბამისად უკვე განვითარების საშუალება ეძლევა თვითმმართველ ქალაქს. და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რომ წყარო უნდა იყოს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ან სრული ასახვა, ან ნაწილობრივ, რომელიც ქალაქისათვის იქნება მეტად ოპტიმალური ვარიანტი, რომ ქალაქი გამდიდრდეს, ვიდრე არის დღეს, ქალაქს ჰქონდეს სერიოზული შემოსავლები და არ იყოს ცენტრის მიმართ მავიდრებელ მდგომარეობაში, რომ გადმოუგდონ 1 თუ 2 მილიონი და შემდეგ მათთვის სასურველი ვარიანტები იქნას გახილული ქალაქთან მიმართებაში. სწორედ ეს არის პირველი გასაკეთებელი, რაც იქნება ჩემი მოთხოვნა, რომ ქალაქს ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები. შესაბამისად, უკვე მას შემდეგ სწორი და პრიორიტეტული გადანაწილებები უნდა ხდებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტის. პირველ რიგში უნდა გადაიხადოს კანონი, იმიტომ რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე ჩვენ დღეს ფოთლებს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ 10% მაინც ჩვენი შემოსავლების დარჩეს ქალაქში. პირველ რიგში არის კანონი თავისთავად გადასახედი, იმიტომ რომ როგორც შემოსავალი გაჩნდება, ეს შემოსავალი თავისთავად შეგვიძლია ყველა სფეროში გამოვიყენოთ ისე, როგორც ჩვენთვის და ფოთლებისთვის იქნება მისაღები. რომ კანონის შეცვლით და იმ შემოსავლებით რაც ქალაქს გააჩნია და ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის, თუ დარჩება იმის 10% მაინც ჩვენ ქალაქში უკვე მჯერა და სამწო ფოთელი ამორჩეველი და ფოთელი მოსახლეობა ამოისმოქრებს. ისევ პარტიულ საკითხს მინდა დაუბრუნდე რამდენიმე ხნით. ხშირად ხდება რომ აი განსაკუთრებით ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, ახალ მიმართულებას და კიდევ ერთ-ერთ პარტიას ასეთ კონტექსტში ხსენებენ, რომ ესე იგი ეს პარტიები არიან სატელიტები ნაციონალური მოძრაობის. უფრო მეტად ეს ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან ისმის და თქვენ როგორ შეაფასებთ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? იცით რა, თავიდან ეს ბრალდებები დაიწყო იმით, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა შევიდა პარლამენტში. და ეს იყო მათთვის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი, რომ ეს ბრალდებები აგორებული იყო ჩვენი პარტიის მიმართ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა, ვინც მაშინ პარლამენტში არ შევიდა, გამოიჩინეს სრული უპასუხისმგებლობა და დღეს ნანობენ ძალიან იმას, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. შესაბამისად, ეს მას შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ძალიან ბევრი იბრძოლა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით პარლამენტში, სადაც არის არენა პოლიტიკური ბრძოლის და გარეთ, ესე რომ ვთქვათ, არ დარჩენილა მაყურებლის როლში. პირველ რიგში ლაშას გააქცენ პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ ემარჯვენეები პარლამენტში არ შევიდნენ. 2008 წლის არჩევნები არ განაპირობებდა კონკრეტულად ამორჩეველ ხალხის პასუხს, ასე რომ ჩვენ ემარჯვენეებმა მაშინ ჩვენი პრინციპულობიდან ვანახეთ მოსახლეობას, რომ ჩვენ რაც შევპირდით მოსახლეობას კონკრეტულად ის, რომ ჩვენთვის პრინციპები უფრო მაღლადგანა, ვიდრე კონკრეტულად კეთილდღეობა. ასე რომ ჩვენი არჩევსვა თუ შესვლა, ეს იყო პრინციპიდან გამომდინარე და ჩვენ ვარჩევდით ზუსტად მე ჯერ როსტოვის აქციელი იყო ჩვენი და რაც შეეხება სატელიტების ამბავს, ჩვენი დაარსების დღიდან 11 წელი იყო პარტია არსებობს. ჩვენ ოპოზიცია მოქალაქეთა დაკავშირების კონგრესში შემდეგ იყო ვარდების რევოლუციის წინააღმდეგეთაც გამოვედით, შემდეგ იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლა, ოქროაშვილთანაც მოგვიწია და თვითონ ერთი ბელადის შესაძლებელი ბელადის შესაძლებელი დღეს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ისევ და ისევ ერთპარტიული და ერთპარტიული მართლობას უნდა მისთვის ჩვენ მიუღებელი ვართ როგორც ქრისტიან-დემოკრატები, იმიტომ რომ ვინთა მათ გვერდზე არ არიან კონკრეტულად, მათ იმპერია არის და ასე
ვიდრე კონკრეტულად ხელის დადება და დანაშაულება სატელიტით ცოტა არასერიოზულად მეჩნია რა. სოციალური პრობლემები ქალაქ ფოთს უხალხს მრავლად აქვს დაგროვილი და დიდხანს შეიძლება შეიძლება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემა სოციალურ პრობლემებში არის სოციალურ ტკივნეულ საკითხებში ერთ-ერთი გამოკვეთილია თევზჭერის საკითხი და მეთევზეობის საკითხი, რომელიც პირდაპირ შეიძლება მივაბად დაუსაქმებლობის უმუშევრობის თემას. თქვენს პარტიაში, თქვენ სამოქმედო პროგრამაში თუ არის ასახული აი ეს მიმართულება და რას ფიქრობთ, თუ არის გათვლები ფინანსური, ეკონომიკური გათვლები აი ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ამ დარგის აღორძინება? იცით რა, ყველაფრის აღორძინება შეიძლება ქვეყანაში თუ იქნება პოლიტიკური ნება. ძალიან ბევრი რამის არ არსებობს თითქმის თემა, არ არსებობს სფერო, რომლის აღორძინება შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერი არ არსებობს ბუნებრივია, ხო? იგივე მდგომარეობა არის თევზჭერასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ნება კონდეს ხელისუფლებას, რომ მისცეს ადგილობრივ მეთევზეებს იმის საშუალება, მათ იმოქმედონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, კონდეთ თავისუფალი ნება, რაც შეუძლიათ მათ იმდენი რაოდენობით მოიპოვონ ეს ბუნებრივი რესურსი და გაუკეთონ რეალიზაცია. ყველაფერი გამომდინარე არის პოლიტიკური ნებიდან. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დაინტერესდება, რომ ამ კუთხით და თუნდაც სხვა თემით, ამ კუთხით, რომ მის მოსახლეობისათვის, მათი ამ შემთხვევაში მეთევზეებისათვის სასარგებლო რა შეიძლება გაკეთდეს, თავად მოусმინონ მეთევზეებს და ჩემზე უკეთესად ახლა მე ნამდვილად ვერ ვსაუბრები კონკრეტულად რა სასარგებლო რამ შეიძლება მათთვის გაკეთდეს, მოусმინონ მეთევზეებს, რეალურ მეთევზეებს და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც საერთო არ აქვთ ხშირ შემთხვევაში მეთევზეობასთან. აი შემდეგ მათი შესაბამისი, მათი მოსმენის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ და შესაბამისად არანაირი პრობლემა არ ექნება. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა მეთევზეთა საპროტესტო აქცია. ალბათ ყურადღებას მიუყურებთ ამას და ჩატარდა საპროტესტო აქცია მეთევზეთა და თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით. ესე იგი არ არის ესე იგი ხელწამოსაკრავი თემა და ხელწამოსაკრავი პრობლემა. კონკრეტულად თქვენ თუ გიმსჯელიათ ამის შესახებ, თუ გიფიქრიათ და რაიმე გზების საშუალებები გასახიათ ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ ფუთიდან სანაოსნო გაიყიდა. ეს იყო ძალიან დიდი კოლოსალური თანხის შემოტანი და ამით უმეტეს ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული. საოკეანო თევზჭერის სამმართველოზე ამბობთ. საუბარ და რამოდენიმე გემი, რომელიც კონკრეტულად ქალაქს ეკუთვნოდა და საქართველოს ეკუთვნოდა, კონკრეტულად მილიარდს გაიყიდა და ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული. მე ვფიქრობ, რომ აი თუ მოხდა ის მომენტი, რომ მე პარლამენტში მოვედი, ყველა ვარიანტი დავაკითხება. ამ საკითხს და ყველა ვარიანტი წამოვედი წინ, იმიტომ რომ კოდი რომელიც ყოველთვის იყო კარიბჭე, თევზჭერის, რომელიც ყოველთვის იყო, ასე რომ თქვა, დიდი პოტენციალის მქონე აქ ჩვენ შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ. ეს არის საოკეანო თევზჭერა, ეს არის შავი ზღვაზე თევზის რეწვა და არის პალიასტომი, ადგილობრივი რეწვა და ადგილობრივი მეთევზეები. ესე იგი, ეს სამივე კატეგორია ერთმანეთში გადამულია და ეს დიდი მიმართულებაა და თქვენ თვითონ თუ კონკრეტულად რაიმე მიზანი თუ გაქვთ რაიმე გზები თუ დაგისახავთ, ან ფინანსური გათვლა თუ გქონიათ, რა შეიძლება ამ დარგის წამოსაცევად? ამ თემაზე გქონდა ჩვენ საუბარი, მაგრამ ასე კონკრეტულად ქონდა ჩაძიებული და ასე რომ ვთქვათ, ქონდა გაშიფრული არ გვაქვს ეს თემა, მაგრამ თავისთავად უნდა შეიქმნა სპეციალური კომისია ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა ბიზნესმენებმა უნდა ჩადოთ რაღაც კონკრეტული თანხა, რომ განვითარდეს. ლაპარაკია იმის თაობაზე, რომ ცენტრალურ ქუჩაზე აღმაშენებლის გამზირზე უნდა მოითხაროს მრავალწლიანი ხეები, ნარგავები და მის ადგილზე უნდა გაშენდეს პალმები. ამასთან დაკავშირებით არის ასთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში, ქალაქის ფოთელებში. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ და თუ ხართ თქვენ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით. იცით რა, არის ბუნებრივია კეთილმოწყობის გეგმა, უნდა მოეწყოს როგორც აღმაშენებლის ქუჩა, ასევე კალის ტერიტორია, შესაბამისად კეთილმოწყობაში არის ერთ-ერთი ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, გამწვანების თემა, თუმცა მე ჩემი პირადი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ის ხე, რომელიც დაუშვათ არის დაზიანებული და ასე შემდეგ, არ არის პრობლემა მისი ჩანაცვლება ნორმალური, ესე რომ ვთქვათ,
ფესვის მქონე ხე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორი განშტოება აქვს ფესვებს. შესაბამისად არ უნდა დაზიანდეს შემდეგ დაგებული და მოწყობილი ტროტუარი. საკრებულომ თუ განიხილა ეს საკითხი და თუ იყო მსჯელობის საგანი საკრებულოს ხეების საკითხი. მსჯელობის საგანი როგორც ასეთი ასე ხეების კონკრეტულად არ ყოფილა, უბრალოდ იყო კეთილმოწყობის თემა, რომელიც მივიღეთ ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებიდან ტრანსფერის სახით და იყო ამ კონკრეტულად ეს როგორც ხე ამ ადგილას შეიძლება ეს ხე დავრგატიანი იმ ადგილას ესეთი კონკრეტული განხილვა ბუნებრივია არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს თლიან პროექტში არის. ესე იგი, რა შეგვიძლია ჩვენ თქვათ, რომ ამ ქალაქის ცენტრალური ქუჩის ბუნებრივ საფარს და ლანდშაფტს დააზიანებს თუ არა ეს ღონისძიება? ყოველ შემთხვევაში მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ შეიძლება ბუნებრივი ლანდშაფტი იქნას დაზიანებული, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამას სჭირდება საზოგადოებრივი კონტროლი. თქვენი აზრი როგორია მემარჯვენე? პირველ რიგში მე მგონი უკეთესი იქნება ჯერ მოსახლეობის აზრი გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ერთბაშად ამოკლიანიც ისოვანი ხე მოიჭრა და მას მაგრამ პალმა დააგროთ და რაღაც არასერიოზულად მოჩნია, მაგრამ გამამაზების კუთხით კი შეიძლება დაუშვათ პალმების დაერქვათ ხო ქალაქში, მაგრამ პირველ რიგში ისე და ესე ჯერ მოსახლეობის აზრია სასათვალისწინებელი. და შემდეგ ჩვენ თუ მოსახლეობის მისაღებია რომ ნაჯის მაგერად პალმა ის ხო დარგავ, მაგრამ არ მგონია რომ მოსახლეობა დავალწლიანი ნაჯი მოიჭრას და მის ნაგებად ამაზრდებს. ჩვენ სოციალურ თემებზე გავაგრძელებთ საკითხს და მაყურებელში ვიდეო დებატებში, მომავალში თავის გადაცემებში კვლავ მოიწევს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს არა მხოლოდ ქალაქ ფოთიდან, ასევე მთლიანად რეგიონიდან და სხვადასხვა რაიონებიდან. ჩვენ მომავალ გადაცემებში დაგეგმილი გვაქვს და გათვალისწინებული გვაქვს მოვიწვიოთ ჩვენთან სტუმრად მოვიწვიოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კოალიცია ქართული ოცნებიდან. რაც შეეხება მათ მოწვევას და სტუდიაში მობრძანებას, კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალბატონი ეკაბესელია დაგვთანხმდა ჩვენთან სტუდიაში მობრძანებაზე და ხოლო რაც შეეხება ბატონ თენგიზ სარიშვილის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობიდან მისგან ველით პასუხს მოგზაურობა თუ არა დებატებზე ჩვენთან სასაუბროთ. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტ გამოცემა TSpress-ის ვებგვერდზე მისამართით www.tspress.g ყოველკვირეულად პარასკევობით. გადავდივართ კიდევ შემდგომ საკითხზე, ისევ სოციალურ საკითხებს მინდა დავუბრუნდე. თქვენთვის არანაკლები განსაკუთრებით საყურადღებოა და თითქმის ყველა დეპუტატობის კანდიდატის პროგრამაში წერია დასაქმება და დასაქმების პრობლემა, მუშევრობის პრობლემა, მუშევრობის საფრთხე, რაც მთლიანად ქვეყანას და მათ შორის ქალაქ ფოთსაც აწუხებს. კონკრეტულად რა მიგაჩნია და ამ გზასაშუალებლად, რადგანაც ქალაქი თქვენ კარგად წარმოგიდგენთ და კარგად მოგეხსენებათ, რომ ოდესღაც ქალაქი იყო ესე იგი მრეწველობის ერთ-ერთი 100%-იანი დასაქმების ქალაქი იყო და ისიც კარგად მოგეხსენებათ ეს ბადაღებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელმაც ასე თქვა ფიასკოც კი განიცადა და იყო ათასობით სამუშაო ადგილი, ასობით საწარმო და ეს ყოველივე ეს და თქვენ კონკრეტულად თქვენს არჩევნო პროგრამაში რა გიდევთ დასაქმებისათვის, რა მიმართულებები და რა პრიორიტეტები გაქვთ ქალაქში ადგილობრივების დასაქმების დაბალი პროცენტი. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ახლა თავარია იყოს დასაქმება, სავარია იყოს სამუშაო ადგილები და ბუნებრივია სხვა ქალაქიდან ჩამოსულმაც უნდა ემუშაოს, რაზეა საუბარი, ხო? თუმცა ადგილობრივების ბუნებრივია სამართლიანი პროტესტია ის, რომ ადგილობრივები რატომღაც არ ხდებიან ამ ადამიანების რიცხვში, რომლებიც არიან დასაქმებულები, ეს დაბალი პროცენტით არის წარმოდგენილი და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვინც დასაქმებულია, მათი შრომაც საკმაოდ მძიმეა, ანაზღაურება არ არის შესაბამისი და ფაქტურად მონური შრომით ართმევენ თავს. ეს არაღირსეული ხელფასები აქვთ უმრავლესობას და ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხითაც. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ დასაქმება უნდა შეიქმნას და სხვა უბრალოდ საშველი არ არის, თუ ადამიანები არ დასაქმდა, არ უშველეს არანაირი ვაუჩერები და ესეთი რაღაც დროებითი ღონისძიებები, რომლებიც ატარებენ მეტწილად PR-ის სახეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასაქმებას შექმნის თავისუფალი ბიზნესი. თავისუფალი ბიზნესი შექმნის აგრეთვე
ბიზნესი იდეის განხორციელებისათვის ხელი შეწყობა, მცირე ბიზნესმენებისათვის აგრეთვე ბიზნესის განვითარების ხელი შეწყობა. ჩვენ არაერთხელ ქონია საუბარი ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც განავითარებს მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ ფონდის საშუალებით უნდა გაიცეს დაბალპროცენტიანი სესხები, რომელიც გადახდის საშუალება მეწარმეს თუ მცირე ბიზნესში დასაქმებულს არ გაუჭირდება. და ეს არ უნდა იყოს ისეთი მახრჩობელა, როგორიც არის დღეს, როგორიც აქვს დღეს ბანკებს, ეს შეუძლებელია ბანკიდან გამოტანილი სესხით ადამიანმა დღეს ბიზნესი აწყოს. შესაბამისად, ეს არის ხელოვნური ბარიერები შექმნილი იმისათვის, რომ რეალურად ბიზნესის განვითარება მოხდეს. აი ეს არის უმთავრესი და ბიზნესი თავად ასაქმებს მოქალაქეებს. ის იმას, როდესაც ხელს არ შეუშლი, ის ვითარდება და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად მოსახლეობას დაასაქმებს. გადადი ჩვენს გადაცემას ბატონო ლაშა ქვია რეგლამენტი და ამიტომ რეგლამენტს დავიცვათ და ახლა სიტუაციით ბატონ ზაზას. პირველ რიგში უნდა მოისმოს მონოპოლიები, რომელიც აძვირებს ცხოვრებას. შემდეგ უნდა შეიქმნას კონკურენციული ბიზნეს გარემო. ბიზნესი რო უსაფრთხო პროგნოზირებადი იყოს, ეკონომიკური დანაშაულისათვის ადამიანების დაჭერა უნდა იგზავნოს. ჩეკებისათვის რო ზახადაღებები და ჯარიმები არის ეს უნდა შეიცვალოს. საგადასახადო კოდექსი უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს ორგანული კოდექსი, ორგანულად კანონად, იმიტომ რომ კონკრეტულად საგადასახადო კანონებით ცვლა იწვევს ისეთ რაღაცას, რომ ბიზნესმენები ხშირ შემთხვევაში გაუგებრალ სიტუაციაში არიან და კანონად როგორც გადავაქცევთ საგადასახადო კოდექსს. თვიანი წინასწარ საჯარო განხილვის შედეგად მიღებ თუ არ მივიღებ ამას, ეს უფრო თვითონ ჩვენზე იქნება დამოკიდებული. უნდა შეიქმნას ფონდი სახელმწიფოდან აუცილებლად და ესე იგი ასე რომ ვთქვათ ყოველდღე ესე იგი უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც 10,000 მიცემის დასაქმებს წლის განმავლობაში. აი ბატონო ზაზა, ქალაქში თქვენ შეამჩნევთ, რომ დადიოდნენ ახალგაზრდები და აღრიცხავდნენ და ესე იგი შეიქმნა დასაქმების სამინისტრო. და აი რა შედეგი უნდა რამე რეალურ შედეგს დადებს ეს რეალურ შედეგს? შედეგს დადებს, მაგრამ მე არ ვიცი, მაგრამ თუ ხელისუფლების ნება იქნება და შექმნის ისეთ ფონდს, რომელიც ესე იგი ცელვადიას და დაბალპროცენტიან კრედიტებს გაცემს და ფონდში იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც კონკრეტულად ბიზნესის წარმოება კარგად იცის და აი თვით ყველა მეწარმეს ვისაც სურვილი იქნება ბიზნესის კეთების დაეხმარებიან, გვერდზე ამოუდგებენ, თავისთავად შეიძლება რაღაც შეიცვალოს. თუ ნება არ იქნება, მაშინ ამას არაფერი არ იშველება, იმიტომ რომ დღეს ხედავთ, რომ ვითომ რაღაცები შენდება, მაგრამ რეალურად არაფერი არა. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მომწონებისათვის, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ გამოცემა TS პრესის ყოველკვირვული გადაცემა გავა პარასკევობით მისამართზე, ინტერნეტ გამოცემის ვებგვერდზე, მისამართზე www.tspress.g